ბატონ გახის. კულტურის მინისტრმა სუხიშვილებს უმასპინძლა ეგვიპტეში წარმატებული გასტროლი კულტურის სამინისტროში გამართულ შეხორდაზე შეაფასეს და შეაჯამეს. მიხეილ გიორგაძე მადლობა გადაუხადა ანსამბლის წევრებს და ამ უპრეცედენტო პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. 26 მაისს ნაციონალურმა ბალეტმა ეგვიპტეში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით საუკუნოვანი პირამიდების ფონზე იცეკვეს. საიუბილეო წლის ფარგლებში ანსამბლმა საქართველოს რეგიონებში და საზღვარგარეთ არაერთი კონცერტი ჩაატარა. ქართული ნაციონალური ბალეტი 27 ივნისს გრანდიოზულ საიუბილეო საღამოს თბილისში დიდ საკონცერტო დარბაზში წარმოადგენს. იმის გარდა რომ ეს უაღრესად დიდი პატივი არის და შესაბამისად აღიარება არის იმ შემოქმედების და მხატვრული ღირებულების რაც ანსამბლს გააჩნია, იმავე დროს არის ძალიან ეფექტური საშუალება ჩვენი ხელოვნების და კულტურის წარმოჩინების საზღვარგარეთ და ჩვენი ქვეყნის ძალიან პოზიტიური იმიჯის კიდევ ერთხელ დამკვიდრების. ის რომ პირდაპირ ეთერით გადაიცემოდა მთელი კონცერტი და ფაქტურად თელმა არაბულმა სამყარომ ნახა ქართული კულტურა, ქართული ხელოვნება, ქართული ფოლკლორი, ეს დაახლოებით 9 მილიარდი ადამიანია და ამიტომ იყო ეს პროექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი.